საქართველოში სახელმწიფო დროშის აღმართვა პროვოკაცია და რუსი ოკუპანტების გაღიზიანებაა. ლაპარაკია დროშაზე, რომელსაც ანწუხელიძემ ფეხი არ დააბიჯა და შეეწირა კიდეც. საქართველოს დროშა საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა ააფრიალონ. იქაც კი, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ესა მარტივი შინაარსი მიმართვისა, რომელიც მლეთიდან საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოამზადა. თურმე, რუსეთის თარეში საქართველოს მიწა-წყალზე ეს არაფერია, მთავარია არ გაღიზიანდნენ. მლეთაში ლომისის ტაძარში რუსეთის ქმედებებიც დიდი არაფერი, თურმე სიყვარულით, თბილად იქცევიან. სოფელ კირბალში ეკლესიის კარის აჭედვაც თურმე ქართველების პროვოკაციაზე პასუხია. ამ ყველაფერს მტრის პროპაგანდას რუსეთთან ახლო კავშირებში შემჩნეული ჯაღმაიძე რამდენიმე წუთის განმავლობაში უყვებოდა საზოგადოებას. იქაც კი, სადაც საქართველოს კონტროლი ვრცელდება, ნუ აფრიალებთ ქართულ დროშასო. ეს შინაარსი გამომდინარეობს მისი განცხადებებიდან. მერე აქცენტი გადააქვს 2009 წელზე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და ხელს იბანს ცოცავ ოკუპაციაზე. იცით სადა კირბალი, აქვე გორში. იმას კი არ ამბობს დეკანოზი კირბალში რუსები რას აკეთებენ, არამედ იმას აკრიტიკებს, რომ საქართველოს მოქალაქემ დროშა აღმართა. დავფიქრდეთ, სად ვიქნებოდით ასე რომ ეაზროვნათ ჩვენს წინაპრებს, სახელოვან სასულიერო პირებს. შეუძლებელია ანდრია ჯაღმაიძე იყოს მართალი და პატრიარქი ამბროსი ხელაია ცდებოდეს. 2009 წლიდან ეს პატრული, სასაზღვრო პატრული ამოდის აი ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ პირობითი ეგრეთ წოდებული საზღვარი აი ამ ქედზე წმინდა გიორგის ტაძარსა და აი ამ დამხმარე ნაგებობას შორის გადის. ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში და სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი და მოკლედ გეტყვით რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო რაღაცა პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი იმისი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ძალიან სიფრთხილე არის საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ. ამოდიან ესე ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი და ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მიდიან და ეს ყველაფერი თითქოს არაფერი და აი ამ დროს საპატრიარქო რისთვის იცლის, რომ გამოაქვეყნოს განცხადება ჰელოუინთან დაკავშირებით, მართლმოწმულეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია. საპატრიარქოს თქმით, ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზე აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან. და იქვე წერია, რომ ეს ჰელოუინი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისმსადნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდესო. ჰელოუინზე არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, თვისობრივად უცხოა ამბობს საპატრიარქო და აი კონტექსტს დავაკვირდეთ ჰელოუინის თვისობრივად უცხოზე რომ ლაპარაკობს, ამ დროს გვეუბნებიან, რომ რუსი ოკუპანტები ისინი მშობლიურები არიან თბილად და სიყვარულით იპყრობენ თურმე საქართველოს. პრობლემა არ არა, თუ ის წარსულში დაიწყო ოკუპაციაზე ლაპარაკი, მთავარია პასუხისმგებლობა აიცილო. საქართველოს ხელისუფლებისთვის არც ისაა პრობლემა, წლიდან წლამდე სოფლებში, ბაღებში, ნაკვეთებში, ეზოებში რუსები რომ ღობეებსა და მავთულ ხლართებს ავლებენ. ხელისუფლებისთვის, რომელიც 11 წელია ქვეყანას მართავს, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის. მთავარია პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. როცა სჭირდებათ მხოლოდ საარჩევნოდ სპეცოპერაციას ატარებენ სახელწოდებით გარეჯი საქართველოა. ამ ქვეყანაში ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს. მერე თავიანთი პროპაგანდისტული არხიდან ამ წარწერას აქრობენ, რადგან არჩევნები მორჩა და გარეჯი არც არასდროს აინტერესებდათ სინამდვილეში. გაიხსენ, ისევე როგორც გელათიც, აი აქვე ესეც უნდა ვთქვათ, გაიხსენეთ, რამდენი შეხვედრა გაიმართა ალიევთან, რამე თქვა აღარიბაშვილმა.
რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლება ოჩამჩირეში რუსულ საზღვაო ბაზასთან დაკავშირებითაც არხეინადა. უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას აფხაზეთის ციხეში ყოფნაც, ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში ყოფნაც არაა პრობლემა. არადა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ქართული ოცნებისთვის რუსეთი მტერი არ არის. მტერი დასავლეთში უნდა ვეძებოთ. რუსეთის აგენტობაში მხილებული გენერალური პროკურორი იყო, მაგრამ ცარიელი ფურცლის გამოაკავებენ აქტივისტებს. ქართულ ოცნებას არც გენოციდი აინტერესებს, რომელიც აფხაზეთში ქართველებს მოუწყვეს. სიტყვას არ ძრავს საერთაშორისო დონეზე და ცდილობს დავიწყებული იქნას ეს საკითხი. არც ილორში ქართული კვალის წაშლაა პრობლემა, არც კირბალში ტაძრის კარის აჭედვა, არც მლეთაში ტაძართან რუსების ბოგინი. ხელისუფლების მსგავსად, ჭაღმაიძეების სიტყვას არ ძრავენ, როცა ცხინვალის რეგიონსა და ახლა უკვე უკრაინაში დაპყრობითი ომების დამლოცავი კირილი სრული ტიტულატურითაც არ მოიხსენიებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის მმართველებისგან დავიწყებულია. უფრო მეტიც ახლა გვითხრეს, რომ მოვრჩეთ ქართული დროშის ფრიალს იქაც კი, სადაც ოკუპანტები არ დგანან. აფხაზეთში ქართველთა გენოციდი ვახსენეთ. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ მორიგ ვიდეო მასალას, რომელიც ქართველთა ეთნიკური ნიშნით ხოცვა-ჟლეტასა და გამოდევნაზე მოგვითხრობს. ამ ყველაფერს ჩვენ კი არა, უშუალოდ ის ხალხი მოგიყვება, რომელიც მსხვერპლი, შემსწრე და მოწმეა. ეს ოფიციალური ჩვენებებია. ზღვა მასალაა და იცით, რომ ჩვენ ყოველ გადაცემაში გთავაზობთ ამ ჩვენებებს. დღესაც ასე იქნება. მაშინ როცა ხელისუფლებამ საჭე მთლიანად მიატრიალა რუსეთისკენ, საზოგადოება ცდილობს დასავლური კურსი დაიჭიროს და გადაარჩინოს. ქართული ოცნება, რომელმაც არც ერთი ძირითადი ვალდებულება არ შეასრულა და პირიქით ავტორიტარიზმს ყოველდღიურად განამტკიცებს, ამ ქვეყნის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ძალისხმევით შენარჩუნებულია შანსი, რომ საქართველოს მაინც მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ ეს ასე არ მოხდა, ამას ორი ავტორი ეყოლება. თუ ასე მოხდა, ორი ავტორი ეყოლება: ევროკავშირი და ქართველი ხალხი. ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მთლიანად აცდენილია დასავლურ გზას, ვალდებულებების შესრულებას და ჩამოყალიბდა რუსულ ავტორიტარულ ხელისუფლებად, ხალხისა და ევროკავშირის ძალისხმევით ეს შანსი მაინც არსებობს. ნოემბრის დასაწყისში ჩვენ გვეცოდინება ევროკომისიის პასუხი, წლის ბოლომდე კი საბოლოო გადაწყვეტილება გვაძლევენ თუ არა სტატუსს. ხელისუფლება ორივე სცენარისთვის ემზადება. სტატუსის მიღების შემთხვევაში თავის თავზე მიიწერს, თუ ვერ მიიღებს საქართველოს სტატუსს, ოპოზიციას დააბრალებს. ოპოზიციაზე გადაბრალების პროპაგანდისტულ გზავნილზე წყალი დააცხადა, უფრო ძლიერად დაატრიალა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებამ. ოპოზიციის რიგებში მართლაც არიან, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს ეუბნებიან გადავადდეს სტატუსის მინიჭება არჩევნების შემდგომ პერიოდამდეო. ქართულ ოცნებასაც მეტი რა უნდოდა და ხელზე დაიხვია ეს განცხადებები, რომელიც მას პროპაგანდისტულად ძალიან სჭირდებოდა. აქცენტი სულ სხვაგან გადავიდა. ოპოზიციიდან თუ კი ასეთები მართლაც არიან, ოღონდ განცხადებების ავტორები არც ამას აკონკრეტებენ. თუ კი მართლაც რომელიმე ოპოზიციონერი ასე ფიქრობს, ან ვინმეს მართლაც უთხრა, რომ ეს საერთოდ არაფერს წყვეტს. თუ სტატუსი ჩავარდება, ამას ერთადერთი ავტორი ეყოლება ქართული ოცნება, მეტი არავინ. თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, ეს თავად ევროკავშირისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ასე მარტივადაა საკითხი და აქცენტის ოპოზიციაზე გადატანა მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. თუ მოგცემენ სტატუსს, ოცნება იტყვის, რომ ხელის შეშლის მიუხედავად მაინც მოიპოვეს. ანუ რუსული ძალა იტყვის, რომ ეს მისი მუშაობის შედეგია, როცა ყველა მიცის, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდ აკეთეს და ავტორიტარიზმი გააძლიერეს. ქართული ოცნება ოპოზიციას ანტიდასავლურ ძალად გამოაცხადებს, ანუ იმას დააბრალებს, რაც თავადაა. თუ სტატუსს არ მიანიჭებენ ქვეყანას, აქაც იტყვის, რომ ეს ოპოზიციის ბრალია. არა, ოპოზიცია რა შუაშია. ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ევროკავშირი ამის მიხედვით არ წყვეტ საკითხებს. ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ არავის არასდროს მასთან საუბარში არ უთქვამს რაიმე კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. რა იგულისხმება ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, რა შანსები აქვს ქვეყანას და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის ბედი.